საქართველოს პრეზიდენტი უკვე მოლდოვაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის კიშინიოვის აეროპორტში პირადად მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ გიმპო და მთავრობის წევრების დელეგაცია დახვდა. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოლდოვის მმართველმა გუნდმა სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვია. აღსანიშნავია, რომ სწორედ არჩევნების მოტივით მოლდოვაში რუმინეთის და ევროპის რამდენიმე ლიდერის ვიზიტი გადადეს. აეროპორტში საქართველოს პირველი პირის დასახვედრად საზეიმო ღონისძიება მოეწყო. საგანგებო დახვედრის პროტოკოლის თანახმად მიხეილ სააკაშვილმა და მიხაილ გიმპომ ტრადიციული მოლდოვური პური და ღვინო დააგემოვნეს. ამის შემდეგ მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა ჯერ საქართველოს, შემდეგ კი მოლდოვის ჰიმნები შეასრულა. როცა მიხეილ სააკაშვილი კიშინიოვის მახლობლად სოფელ ობილენში ჩასვლას გეგმავს, სადაც მისი ინიციატივით სტიქი დაზარალებულთათვის ქართული სოფელი შენდება. და დეტალებით რატი მუჯირი გვერდება მოამბის ეთერში მოლდოვადან, რა ხდება ამ წუთებში კიშინიოვში? მიხეილ სააკაშვილი კიშინიოვში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა სტრასბურგიდან ოფიციალური ვიზიტით. ის ამ წუთებში აეროპორტიდან გაემგზავრა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა. მიხაილ გიმპოს და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი განიხილავს ორი ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და საომალო პერსპექტივებს. ამის შემდეგ დაგეგმილია წყალდიდობით დაზარალებულ სოფელში ჩასვლა, სადაც საქართველოს მთავრობის დახმარებით შენდება 10 საცხოვრებელი სახლი და 1 საბავშვო ბაღი. და შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოლდოველები სახკარის გარეშე დარჩენ ზაფხულში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ. ამის შემდეგ მიხაილ გიმპო საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით, სადაც პირადად დაპატიჟა პრეზიდენტი სააკაშვილი და სწორედ ახლა ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში, სადაც არის რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა დაგეგმილი, როგორც გითხარით, ამ წუთებში ისხდება პრეზიდენტი მიხაილ გიმპოს, რის შემდეგაც უკვე დაგეგმილი არის იმ სოფელში ჩასვლა, რომელშიც საქართველოს მთავრობის დახმარებით მოლდოველი ხალხისთვის 10 საცხოვრებელი სახლი და 1 საბავშვო ბაღი შენდება.